მძიმდება ვითარება. პუტჩი გრძელდება. პუტჩისტებმა შექმნეს უკანონო ეგრეთ წოდებული სამხედრო საბჭო, რომელმაც მიითვისა ხელისუფლების პრეროგატივები. ამ უკანონო სამხედრო საბჭოს განზრახული აქვს უზურპირება ხელისუფლებისა. იგი ცდილობს გაუქმებულად გამოაცხადოს კანონიერი ხელისუფლება საქართველოში. რა იურიდიული და მორალური საფუძველი აქვს მას საამისოდ. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს თავისი კონსტიტუცია, თავისი კანონმდებლობა, რომელსაც ისინი უგულებელყოფენ. კონსტიტუცია გამოაცხადეს შეჩერებულად, თვითონაც დაითხოვეს პარლამენტი, გადააყენეს პრეზიდენტი, მაგრამ ამას არავითარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია, მეგობრებო, და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ საბოლოოდ პასუხი მოეთხოვება ყოველივე ამისათვის. როგორც ხედავთ, მათ დაანგრიეს თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი, გადაწვეს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული. მობილიზებულია ყველა ჩვენი ძალები, მიმდინარეობს ბრძოლები, მაგრამ ასეთ დროს, მეგობრებო, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხალხის დარაზმვას, მოხალისეთა რაზმების შექმნას, საგაფიცვო კომიტეტების შექმნას. ხალხი არ უნდა დაემორჩილოს ამ უკანონო ხუნტის არც ერთ გადაწყვეტილებას და ბრძანებას. არ უნდა მიიღოს მათ მიერ დანიშნული თანამდებობის პირები დაწესებულებებში. უნდა გამოუცხადოს მათ ბოიკოტი. ყოველგვარი საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას და უკანონობას. თქვენ იცით აგრეთვე, რომ ისინი გამოდიოდნენ დემოკრატიის ლოზუნგებით, პირდებოდნენ ხალხს დემოკრატიას, მაგრამ მათი პირველივე ნაბიჯები არა მარტო ანტიდემოკრატიულია, არამედ ანტიადამიანურია. როგორც ხედავთ, მათ დახოცეს უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ დაარბიეს მიტინგი დღეს 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან, დახოცეს ხალხი და დაჭრეს. ამასთან მათ დახურეს გაზეთები, გააუქმეს ყველა გაზეთი, ხელში ჩაიგდეს ტელევიზია და ცალმხრივად აშუქებენ მოვლენებს. ესე იგი, ისინი დემოკრატიის ნამდვილი მტრები არიან. ვინ არიან ისინი? ესენი არიან იმპერიული ძალების აგენტურა, რომელთაც სურს საქართველოს კვლავ დააბრუნონ იმპერიულ მონობაში და დააკარგვინონ მას დამოუკიდებლობა. დავირაზმოთ, მეგობრებო, დავირაზმოთ ჩვენი დამოუკიდებლობის გადასარჩენად, დავირაზმოთ საქართველოს გადასარჩენად და ღმერთი იქნება ჩვენთან. ისურვებთ წარმატებებს უკანონობასთან და ანარქიასთან ბრძოლაში.